გამოვიდა ჩვენთან წელს და გვენდო, ბავშვებიც გვენდნენ და მშობლებიც გვენდნენ და ძალიან კმაყოფილები არიან. ინდივიდუალური ტესტირებაც არის, ანუ ბავშვის დონეც, რა დონეზე არის ბავშვი ახლა და როგორი ცოდნით მოდის ჩვენთან ეს ტესტირება გვიჩვენებს. ძალიან ბევრი პრობლემური ბავშვი არის, მხრივ რომ ბავშვები ძალიან ჩამორჩენილები არიან პროგრამას და ეს ტესტი გვეხმარება იმაში, რომ გამოვავლინოთ მათი ცოდნის დონე და შესაბამის ჯგუფში ან ინდივიდუალურად იწყება მასთან სწავლება. და ვებდადები ისტორიისთვის ვარ მე-11 კლასში და ფიქრობ, რომ უკვე საჭიროა დავიწყო და უკვე ჩავიწერეთ ყველა მატერიალი და უკვე ტესტებზე ვარ. ძალიან მომწონს, აი მასწავლებელთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ძალიან კარგად ხსნის მასწავლებელი და ყველაფერს უვიდეს. საფუძველი ჩაეხება ამ პერიოდში და თვითონ ბავშვის განაწილება, თორემ მაგ ძირითადად მოდიან მე-12 კლასელები და ეს წელიწადში მაინც ემზადებიან, ასებენ მომზადებას, მაგრამ ვილამ გადაწყვიტა, რომ მე-11 კლასში იმაზე უფრო საფუძველი რო ქონდეს და მე-12 კლასში კიდევ უფრო გააფართო თავის ცოდნას და დიდი იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურ ქულებს მიიღებს შემდეგ გამოცდილება. მოქმედი გრაფიკია. ანუ შეიძლება რომ საღამოს კურსზე მოვიდეს ბავშვი, როცა მთელი დღე ის დატვირთულია და ვერ ახერხებს. ვამზადებთ სკოლისათვის ბავშვს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მოვდიან და მეცადინეობენ მათემატიკაში, ძირითადად მათემატიკაში, ქართულში და ინგლისურში. და ყავს ბევრი საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომლებიც მეცადინეობენ იგივე საგნებში მათემატიკა, ქართული, რუსული, ინგლისური. აბიტურიენტები ყავს, რომლებიც მეცადინეობენ იმ საგნებს, რომელიც ჩამოთვალე პლუს ისტორია და მაგისტრებიც დადიან ჩვენთან. მომავალი წლიდან დაგვემატება ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს და ძალიან მიმიხარია და ძალიან მიყვარს ჩვენი სატელევიზიო სტუდია ინკოგნიტო. ინკოგნიტოს საქმიანობაში აქტიურად ჩართულნი არიან არა მარტო ბავშვები, არამედ მშობლებიც. შენი აზრით რას იღებენ მშობლები ინკოგნიტოსგან წარმატებული შვილების გარდა? იღებენ ძალიან დიდ სიამოვნებას. აი თუნდაც მარიამ ავიღოთ, აი ხა მოვდივართ ხო გასულ შეფერმაზე. აი რამოდენიმე წუთის წინ დაიზევ საუბრობთ, ეხა ოთახში იყო შემოსული და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს. ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენ მოვდივართ სტუმრად ამ პროგრამად. რაც უფრო ბედნიერ მომენტს დაიტოვებ. მე არ ვიცი, აი თუნდაც სალომესთან მილანში რომ იმოგზავნეთ, ეს დღეები არასდროს არ გაქრება, ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ადამიანები რა ვართ? დავტოვოთ ბევრი სიყვარული, ბევრი სიკეთე და სულ მომო ადამიანობა რჩება და გულმხურვალი ცრემლები ძალიან ბედნიერი წუთების დაგროვებას ვახერხებ და ვასწრებ და გვჭირდება ჩვენ ავაშენოთ ერთი ინკოგნიტოს სახლი, სადაც აბსოლუტურად ყველანი მოვახერხებთ ხოლმე, რომ შევიკრიბოთ, ვისიამოვნოთ თაობების სხვადასხვა ნაწილი, განწყობა შევიქმნათ, ბედნიერები ვიყოთ და რაც მთავარია, გქონდეს ჩვენი საეთერო ბადე, გქონდეს ჩვენი ტელეარხი და გქონდეს ჩვენი განსაკუთრებული ინკოგნიტოელი რეჟისორი, ინკოგნიტოელი პროდიუსერი, ინკოგნიტოელი კამერაზე ვიც მუშაობს, რა ვიცი, სცენარებზე ვიც მუშაობს, ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვები, ძალიან კარგად წერენ, ამას სულ ვამბობ, მიამაყებიან და მოკლედ დედამიწას მე ვიცი რომ ინკოგნიტოელები
აძლიერებენ და მიყვარს ძალიან. მოკლედ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ინკოგნიტოს ინკოგნიტოელებთან ერთად. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 00 გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა გაბრიჭიძე.